არ უნდა დაგვავიწყდეს ვისი სულისანი ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომელ ეპოქაში ვართ. სულიერად. ვისი სულისანი ვართ ჩვენ. როდესაც მოციქულები არ მიიღეს და არა მარტო მოციქულები, არამედ ქრისტე და მოციქულები არ შეიწყნეს ერთ-ერთ დაბაში, ბანერგეს, ძენი ქუხილისანი იაკობი და იოანე ქრისტეს მიმართავს. გარდამოვიდეს ცეცხლი და მოსრას აი ეს სამყოფელი და ეს დაბა. ქრისტე მას პასუხობს არა უწყითა ვისი სულისანი ხართ, ანუ არ იცით ვისი სულის ხართ, როგორი სულის კვეთებით უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვართ ახალაღთმისეული მოქალაქენი, ჩვენ ვართ ახალაღთმისეულ ეპოქაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტე მოგვიტანა ჩვენ სახარება, გიყვარდნენ მტერნი თქვენი. რაც შეეხება დავით მეფსალმუნის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ჭეშმარიტებითა შენთა მოსრენ მტერნი ჩემნი, ეს არის ძველი აღთქმის ეპოქა და ძველი აღთქმის ეპოქაში და ძველი აღთქმის დროში აბსოლუტურად სხვა დრო, სხვა სინამდვილე, სხვა ზნეობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანს, გაუხეშებულიყო მისი ადამიანურობა შეიძლება ითქვას, ამიტომაც ღმერთს დაჭირდა ძველი აღთქმის მოქალაქისათვის ეთქვა ათვცნებაში არა კაცკლა. მაგრამ ახალაღთმისეული სწავლება ჩვენ გვეუბნება გიყვარდნენ მტერნი თქვენი. ანუ და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქვენთა. ეს ნიშნავს იმას, რომ ძველი დასრულდა ღვთის ჭეშმარიტებით მტრების მოსრა და აღგვა პირისაგან მიწისა და დაიწყო მათი შეყვარების პერიოდი სახარებით და ქრისტეს განკაცებით.